Δεν διάρκεια. Καλώς, უნდა დავიწყოთ ჩემი საყვარელი რუბრიკა, როცა მოგიყვებით, სად უნდა დაისვენოთ საქართველოში და ჯერ კიდევ თუ არ დაგიგეგმია ზაფხული, იცოდეთ, რომ მე თქვენ განახებთ ადგილებს, რომლის შესახებაც აქამდე არ იცით და ჩვენ უკვე მეოთხე წელია ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე ქართველებს ვეხმარებით, რომ სასტუმროები, მათი რაღაცა ტურისტული კერები, სახლებს რომ გადააკეთებენ რაღაცა ლამაზ ადგილებად თქვენ გაგაცნოთ და მოგიყვათ მათ შესახებ, იმიტომ რომ ვინც ის იქნებ ზაფხული და ვინც ის იქნებ თქვენი შვაბლება დაგაგეგმინოთ. მოკლედ, ჩემი საყვარელი აჭარა. მე ვარ ჩაქვში, ქვედა აჭყვაში და მოგიყვებით ერთი ემიგრანტი კაცის შესახებ, რომელიც წავიდა ამერიკაში იცხოვრა, განაზოგები აკეთა, შემდეგ ეს ყველაფერი თავის ქვეყანას მოახმარა. მე თქვენ განახებთ რა სამოთხე შექმნა ამ ადგილას. დილით რო იღვიძებ, აქეთ მთა გაქვს, მარჯვენა და მარცხნივ ზღვა. დაახლოებით 8-9 წლის უკან წავედით ამერიკაში და ოჯახთან ერთად. მეუღლე მყავს იქაური, ჩვენ გავიცანით აქ ერთმანეთი და დაიწყო აქედან ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ ჩავედით, ჩემი მეუღლე არის უზომოდ შეყვარებული საქართველოზე რა, უკრაინელი გოგოა. კაი, რა მაგარია. ხო და აი მისი სურვილი იყო, რომ რაღაცაო შევქმნათო საქართველოსიო, ისეთიო, რომ შენ გექნებაო ყოველთვის ინტერესიო, რომ შესამშობლოში დაბრუნდეო და ჩემთვის რა თქმა უნდა იყო აი სასწაულის სიტყვები, ახლა ესეთი გვერდში დგომა რო იქნება და ამის გამო სასტუმროს დავარქვით რუცი, ფესვები რა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ დავრჩეთ იქეთ და საბოლოო ჯამში დავფუძდეთ საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის თქვენი დანაზოგი, რომელიც იშრომეთ ამერიკაში, ჩამოიტანეთ და ამ ქვეყანაში ჩადეთ. რაღაცები კიდევ მჭირდება, ჯერ კიდევ ვითარდები, ჯერ კიდევ ვიზდებით და ასე რომ ჯერ კიდევ მაგ პროცესში ვარ, რომ იქიდან აქეთ მოყვარ. ანუ და ყველაზე მნიშვნელოვანი მანდა არის, რას აკეთებთ ამერიკაში? აფთიაქები გვაქვს ჩვენ იქა, ჩემი მეუღლე ფარმაცევტია და სააფთიაქო სფეროში მუშაობთ. 5 შვილი ყავთ? კი, ჯამში კი. 7 წელი აშენეთ, ხო? 7 წელი ვაკეთეთ, კი, 7 წელი ვაკეთეთ. აქ ფაქტიურად ლანდშაფტი შევცვალეთ რა. ხო წარმოგიდგენიათ რომ ამოვედი, აქ იყო ტყე რა, ჩვეულებრივი ტყე, მხოლოდ ეს ძველი სახლი იყო, ულამაზესი სახლი, აქ ბერძნები ცხოვრობდნენ. რომ ამოვედი, აქ ამ ადგილას ძველი ის იყო, სადგომი იყო ავტომობილის და იმის თავზე რომ დავდექი იზაბელა ქონდა დადესა, რომ დავხატე თვალში რა აი რისი გაკეთებაც მინდოდა, თან დავიწყე და აი როგორც კონსტრუქტორი ისე ნელ-ნელა ავაწყე რა. როგორი სტილი მინდოდა, იცი, ამეღო და აი თითქოს აი მე-17-მე-18 საუკუნეების სათავადაზნაურო სტილი, აი ყოფილიყო რაღაცა ქართული ელემენტები, აზიურ-კავკასიური გადასვლები, როგორც აბრეშუმის გზა, ჩვენ ხო გზა გასაყარზე ვართ რა. და აი ამას ვცდილობდი ყველა დეტალში, რომ აი აზიური, კავკასიური და ევროპული შემერწყა რაღაცნაირად ერთმანეთში და რავი, მე მგონი გამოვიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ისვენებდნენ კარგ რეზორტებში ქართველები. არა მარტო, არა, წინააღმდეგი არავის არა ვარ. უბრალოდ ხო, ეს ისეთი სექტორია, რომ ყველას მივიღებთ აბსოლუტურად, მაგრამ ორმაგაც ასიამოვნო, როცა ჩვენები აქ რა. რაზე გაქვთ აგებული ეს სივრცე? თავიდან ბოლომდე ქართულ კულტურაზე ნახეთ. ანუ აქ ამ პატარა სოფელში, ამას ვეძახი მე აი რეზორტი როგორც პატარა სოფელი. არის აბსოლუტურად ყველა მასტერ-კლასი, რაც კი შეიძლება ქართულმა კულინარიამ შესთავაზოს სტუმარს. იქ საშოთე, მაყალი, აქ ძველი სახაჭაპურე ფეჩია, ძველი ბერძნული, რომელშიც აი კეცებზე ვაკეთებ დაჭალულ ხაჭაპურს, ქვემოთ მარანი, ხინკლის მასტერ-კლასი, ჩაკაფული, ჩიხირთმა და აი ეს ქართულ სულიერებას წევრად შეიძლება მაქსიმალურად ზემოდან ჩვენს უცხოელ ტურისტებსაც ზუსტად ამას ვაჩვენებ. ანუ შეფი მყავს გიორგი ფოლადიშვილი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა ბიჭი. სულ რაღაცას ეძებს, სულ რაღაცას ხვეწავს. თან ამ დროს რაშვება, იცი? ხვეწავს ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კერძს რაიმე შეუცვალო სტრუქტურა. არა, პატარ-პატარა ელემენტები შეგვაქვს, რომ აი ცოტას ვათანამედროვებ და ესე ვცდილობთ რა რაღაცეებს რა. საბოლოო ჯამში გონია, რომ მაინც აქეთ ჩამოხვალთ, ხო? ყველა ვარიანტში. აი დამერწმუნეთ, პირობას გაძლევთ. ჩემი აზრით ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გადარჩენა ეგ არის, რომ ჩვენი ემიგრანტები უნდა დაბრუნდეს და ის მაგარი ტვინები, რაც გაედინა საქართველოსთან, აქ სამშობლოში უნდა მობრუნდნენ და ახლა რა თქმა უნდა სრულად ეს არ მოხდება, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც რომ დაბრუნდეს რა. და თუ თავიდანვე ასე წახვედი, რომ წავალდროებით, თუ არ იცოდი და სპონტანურად წახვედი? სიმართლე გითხრა, რომ წავედი, რო გითხრა, რომ ეხლა ზუსტად ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში, არა რა. ანუ წავედი საშრომელად
დავდგომოდი მეუღლეს გვერდით, გვეკეთებინა ერთად საქმე. აი, როდის გაჩნდა ეს სურვილი? მე როგორც მივხვდი, მეუღლე იყო მთავარი ბიძგი. თავი ვერ ვიგზენი ამერიკაში, კარგად პირდაპირ გეტყვი და რო იგზნო მანაც რომ აი ვერ ვიყავი მე ისე როგორც საჭირო იყო და ანუ ალბათ მითხრა ის ისეთ ქვენებს რაც უნდა ეთქვა ალბათ რა. რა მნიშვნელოვანია ზოგადად არა? ანუ საერთოდ გვერდში დგომა და სიყვარული ჩემთვის ჩემი აზრით უმთავრესია. და ჩემი აზრით ოჯახი ორ ფეხზე როცა დგას მყარი მაშინ არის. აი ზუსტად გეთანხმები. ძლიერი კაცი, ძლიერი ქალი არა, ორივე ძლიერი. არა, ორივე ძლიერი უნდა იყოს, ახლა ნუ ამ გამოყვა ხა მე აგას ხო მართალი ბრძანდებით, კი ბატონო. რატო აჭარა? აჭარელი ხარ? წარმოშობით ჩემი ძირი გურია, მაგრამ ჩემი სამი თაობა უკვე აქ დაბადებული და გაზრდილი და ნუ აჭარელი ვარ, რა თქმა უნდა მიწას ვეძებდი, ეგ მიწა არის რიგით 98. ანუ ის 97 მიწა რო დავიწუნე, ხო, აი თვალში უნდა მომსვლო და ის მომენტი რაც მე მინდოდა რა. ხო და აი რო ვიგძენი აქ რა ეს იყო ზუსტად ის ადგილი რომ აი ქობულეთს და ბათუმს შუაში ზუსტად ამ ულამაზესი ხედებით და აი ვთქვი რომ აი ეს უნდა იყოს თქო და დავიწყეთ რა. ძალიან შეცვლილი აჭარა. ჩვენ მეოთხე წელი აქვს ეს რუბრიკა რესურსი არ იწურება. ახლა qovel წელს ხო რეკავთ აი სტატუსს ხო წეთ რომ გამოგვეხმარ. qovel წელს ახლებია. ნახე მე კიდე უფრო წარმოუდგენელია. კი და მე უფრო მეც გეტყვით რა, ნუ აჭარას და კერძოდ საქართველოს ისეთი პოტენციალი მაქვს, ახლა თქვენ ალბათ ჩემზე უკეთესად იცით, რომ აი ულევი მარაგი აქვს ამ ქვეყანას, ამ დალოცულ ქვეყანას, რომ ეს რა არის, ამაზე მე საოცრებები შექმნას ხალხმა და ჩვენ წავიდეთ წინ, რა ჩემი აზრით. აუცილებლად. და ძალიან კარგია რომ თითოეულ მოქალაქეს უჩნდება განცდა რომ თვითონ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა რა. თქვენ ამ სივრცით უნდა ააშენოთ, მერე ვიღაცა გვერდზე მიხვდება რომ კარგია ის ააშენებს, მერე ის ააშენებს და ასე შენდება სოფელი რა. და ხშირად მინდა რომ ბავშვები ამოვიყვანო აქ და აი რაღაცა გააგზელეს საქართველოს ისტორია, რაღაცა პროგრამები ჩავსვა, რომ აი განათლება ყველაზე დიდი ინვესტიცია. აი განათლებაში უნდა წავიდეს ყველაზე დიდი ინვესტიცია, ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს რა. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. სრულად გეთანხმებით. მე თქვენ ახლა განახებთ მე რა სასწაულ ოთახში ვარ. მაქს, ჩემი აზრით, ჩემი ოთახი უფრო ლამაზი იყო ვიდრე შენი. შენი აზრით? შენც ასე გონია, გშურს. გშურს, შენ არ ხარ შორიანი ბიჭი, ჩემო სიყვარულო. აი ესე შემოდიხარ, აქ არის პატარა კოტეჯები, სადაც რომელიც არის ხუთკაციანი, ესე ლამაზად ყიბეები ჩადიხარ და იმ ხელა ტერიტორიაა რა ვიცი, დღეს დილით 6 საათზე გამეღვიძე და მარტო ვიყავი. ერთი საყვარელი ქალი შემხვდა და მითხრა რომ რამე ხო არ გჭირდა, მეოთხარი არა, ქალბატონო, მე ესეთი ვარ დილის 7 საათიანი, მე და ბიძინა ერთად ვიღვიძებთ ხოლმე თქო. აი ესე ჩამოდიხარ. ჯერ ნახეთ რა კარგი დაშორება აქვს აი ამ ნომრებს. რაღაც აი ტაილანდში ვიყავი მსგავს სასტუმროში. ანუ აქ ჩემი მეზობელი, რომელიც არ ვიცი ვინ არის. ამჯერად ძირთად უცხოელები არიან. ეს არის ნომერი, ცოტა არეულია, მაგრამ არა უშავს, კაი? მაპატიეთ ახლა. თქვენ ცხოვრობთ ნომრებს, როდესაც ჩადიხართ დასასვენებლად. ეს ნახეთ როგორი მისაღები დიდი სივრცე. მოდი განახო და წარმოიდგინე დილით რომ იღვიძებ და აი აქ ხედი რომ გადიხარ. აღებ, ეს უნდა განახო რა. გამოდიხარ აივანზე და მარცხნივ უყურებ ზღვას, ეს არის საქართველოს ხალხო. მარჯვნივ უყურებ მთას. ანუ მართლა საოცრებაა ჩემი აზრით, არის სიგიჟე და აი აქ და თან ისეთი დისტანციაა, რომ არავინ არ გაწუხებს, არავის ხმა არ გაწუხებს. 10-დან 10 საწოლს, ბალის მატრას 10-დან 10. ეს ვერანდა უნდა განახო რა სულამაზია. ასეთი სივრცე ძალიან ბევრი აქვს დღია. საერთოდ შეგიძლია რა ვიდაბადები და იხადა ბევრი რამე გააკეთა. ყველა კოტეჯს აქვს ღია სივრცე. საბანკეტო სივრციდან მოდიხარ. და ჩადიხარ აუზზე. რომელსაც საოცარი ხედი აქვს. ეხლა წამოდით ვნახოთ, სად ქონდა საუზმე ჯერ შედიხარ ეს თეთრი კარებების მომწონს. აქ არის საუზმის სივრცე. ასევე არის კუთხე ცოცხალი მუსიკისთვის. აქ ცოტა რაღაცა აზიური განწყობები შემოდის. ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოები და აქ ეს ფორთოხლის კუთხე. ამ რესტორანს ქვია ფორთოხალი.
მაჭახლის ხეობა, მაჭახელა ინი არის ჩვენი შემდეგი მასპინძელი. და ეხლა უნდა ვნახოთ სივრცე, გარემო და ყველა შეთავაზება რაც თქვენთვის აქვს. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო. აუ ეგ რა ლამაზი სასურათო ფოტოები ეს ადგილია. მოდი ნანუკას გაცნობა ხო გინდა? გამარჯობა, ჩემო სიყვარული, შენ რა ქვია? იცი, რამდენი წლის ხარ? 10. კატო, მაგითა ჩემი. ვაი, მანო ჭკვიანი ხარ. ვაიმე, როგორ არ მიყვარდეს, სელფი ვარო. რა მოხდა ეს თვალზე, რა ინციდენტი შეგემთხვა? ავი და ვიღაც ბიჭი შემომასა. ანუ შენ კი არ ხარ სელფი, ბიჭმა არ იცის როგორ უნდა იცურაოს. შენ აკოფნად იყვარს? მომწონს მეთაკაურობა. რამდენ ხანს შექმანი ეს სივრცე? დავიწყეთ იქიდან რომ მხოლოდ ჩვენთვის, აი ნიცასთვის ავაშენეთ ეს სახლი და აუზი. აჰა. კი, მაგიტო დარჩა ეს აუზი ესეც პატარა. ვინც მოდიოდა, არავის წასვლა არ უნდოდა აქედან. გვჭირდებოდა სივრცე, სადაც შევიკრიბებოდით, შემდგომ ეს მარანი და პატარა სივრცე დავამატეთ, სადაც მეგობრებთან ერთად ვისხედით ხოლმე. დაახლოებით 5 წელი დაგვჭირდა, რომ ისე დაგვეტოვებინა ეს ყველაფერი, არც ბუნებას არ შევხებოდით, არ დაგვეზიანებინა. და თან ძალამაზი გამოსული იყო. ისეთ სივრცე გვინდა, სადაც ყველას აი მართლა ყველას გაუხარდებოდა მოსვლა. რამდენი სტუმრის მიღება შეიძლება? 40 ადამიანის მიღება შეგვიძლია. და წელიწადში რა დროს ატარებ აქ? 12 თვეს. მარტო, ანუ გადმოხვედი? არა, გადმოსვლით ვერ გადმოვედი, მაგრამ მივდივარ სახლში რომ დავიძინო. ძირითადად მაინც დილით 7-დან ან 8 საათიდან ღამის 12-მდე აქ ვარ. მე მაინტერესებს ადგილობრივებისთვის რა შექმნა ამ სივრცემ. დასაქმების გარდა რაღაცა გვერდზე ვინმე მეზობოს თუ მოუნდა რამეს გაკეთება, რაც ხდება, ხო იცი როგორ წეს? რეალურად მე ვფიქრობ, რომ მაჭახელა ინმა ძალიან ბევრ ადამიანს მიცა мотиваცია. აი თუნდაც ავიღოთ კარტინგი, ზიპლაინი. ისედაც განვითარებული იყო ეს მხარე, მაგრამ ჩვენც მივეცით აი რაღაცა სტიმული, რომ უფრო განვითარებული იყო. ეგრეა საერთოდ, როდესაც ერთი აკეთებს, ირგვლივ მე სხვადასხვა ბიზნესებს აჭრეს. დასაქმებას არ შეეხება, მხოლოდ აქ დასაქმებული ადამიანი, აქ მცხოვრები ადამიანები არიან დასაქმებული, სხვა არავინ არ გვყავს დასაქმებული, მხოლოდ მაჭახელაში ან მაჭახლის პირში მცხოვრები ადამიანები არიან დასაქმებული. ძალიან საინტერესო ამ ადამიანებს, როდესაც მომსახურების სერვისს ასწავლი და რაღაც პროფესიას აძლევ, არა? რა თქმა უნდა, ანუ გვყავს მასწავლებელი, რომელიც უკვე მზარეულია ჩვენი, გვყავს ასევე ექთანი, რომელიც ჩვენი მზარეულია, ნელ-ნელა ვითარდებიან და თან იმდენად კარგად უდგებიან, იმდენად გულით უდგებიან ამ ყველაფერს, რადგან მათი კუთხეა და მათაც უნდათ რომ ეს ყველაფერი კარგად ჩანდეს. რომ აი არ ვიცი, მართლა ვერ დავარქმევ, რომ თანამშრომლები არიან, როგორც მე, ისე არიან თვითონაც ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდებიან, როგორც მე უფრთხილდები ის. რა სერვისის მიღება შემიძლია აქ? გარდა იმისა, რომ მართლა ულამაზესი ბუნებაა, გვაქვს უგემრიელი სახლში დამზადებული ღვინო, რამოდენიმე სახეობის, ქართული ჭაჭა, უგემრიელის ქართული კერძები, ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რადგან ჩემია გემრიელი, არა, მართლა ესია და თქვენც დაგარწმუნებთ ამაში. ვაი, რა გობი მოიტანეს. ვაიმე, რა სილამაზია ეს გობი. ვაიმე, ეს გობი რა არის? სხვადასხვა. საჭარული და ქართული გობი. ანუ მე მივხვდი რომ ამბობდით, რომ აქ საოცარი საჭმელებია, რას გულისხმობდით? მნიშვნელობა არა აქვს აქ ესე იგი ჩამოხვალთ დასასვენებლად თუ არ ვიცი რისთვის, მაგრამ აჭარაში რომ ჩამოხვალთ, აქ საჭმელად მაინც მოდით. ღმერთო, ეს რა სიგიჟეებია. მინდა რომ მომსახურება იყოს ისეთი, როგორცაც მე ვისურვებ, რომ სხვაგან მივიღო. მინდა რომ გულით ემსახურებოდნენ ადამიანს. ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და როგორც ოჯახის წევრები ისე არიან. აი სტუმარი რომ მომდის ხოლმე, მეკითხებენ ეს იქ გადავიტანო, ეს გადმოვიტანო, ეს მუდმივი კლიენტები. კი, ყოველ შაბათ-კვირას ატარებენ ჩვენთან. იმიტომ რომ მათაც ანუ
ამბობენ, რომ ძალიან მსგავსებული ბუნებაა უკრაინასთან. ახლა მეც მგონია რომ ქართველებმა რაღაცნაირად გავიგეთ რომ ამ ქვეყნისთვის დოვლათის შექმნა ჩვენ შეგვიძლია რა. თქმა უნდა. თითოეულ ჩვენგანს. შიდა პროდუქტი თუ არ გვექნება ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს და ყველა მარტო ბიზნესი არ არის. ადამიანს უნდა უხაროდეს. ძალიან ხშირად მეუბნებიან განმეორებით თუ ყავთ სტუმრები. უამრავ და ხოებით 60% განმეორებით. ყველაზე მთავარი ეს ბიზნეს მუშაობს რა. რა მომავალი გეგმა რა არის? ჯერ ისევ რეინვესტირებაში ხართ? მომავალი უკვე დაწყებული გვაქვს ზემოთ ერთი კოტეჯის მშენებლობა, კი, იმიტომ რომ მართლა არ ყოფნის ადგილები ძალიან ბევრ ადამიანზე უარის თქმა გვიწევს, რომ არ გვაქვს ადგილები. ეხა უკვე ვიცი რა არის საჭირო და სწორად გავაკეთებ, რასაც გავაკეთებ. ეგრეა, ეგრეა. მე დაგალავინებთ ეხა თქვენ. ჭაჭას დავლევ. ჭაჭას და ანუ ჩვენ გვაქვს განსხვავებული რაც გვაქვს, რაც მარტო ჩვენ გვაქვს. ეს არის? კი. რა არის? წამოძანთ გაგასიჭერ. შეგინჩევდეთ? კი. ჭიქას ავიღებ. ანუ ჩემმა პროდიუსერმა გიგამ დაგეგმა დღეს 7 გადაღება. ანუ არ ვიცი, მართლა რობოტები ვგონი ვართ ჩვენ ამას? მაქს. გამოთქვით თქვენი აზრი. ალექს. გზაში დავცხეთ, მაგრამ დაცხეთ? ძალიან კარგი, მეტის ღირსია. აქ არავის არაფერი არ დაუგემოვნებია თქვენს თანამშრომლებს. ესე იგი, რას ვსვამთ ახლა? ლიქიორი, არაყი, ვისკი? ეს არის წყავის და ალუბლის საშობაოა, უბრალოდ სხვა ტექნოლოგიით დამზადებული. ლიქიორი. ლიქიორი, აუ, არც ძალიან გემრიელი, ამიტაც რომ არ შეიძლება, ხო? რა, ანუ 45% აქ. ვიღაცა დათრო. ანუ არ გაიცინო, მაყურებელი გადართავს. მაყურებელი გადართავს უთხე რომ არ გაიცინო. მე გავლოცებელია რა შამ. თანგემრიელი. ცოტა დამიმატეთ და გავა. აუ, სასწაულია და ეს არიეთ? წი, მე გეტყობათ სახეებზე. ძალიან მოწყენილები იყვნენ და სხვა ძალიან მქონდა. ანუ ხალხო მართლა მისთვის უნდა ჩამოხვიდეთ აქ? კაშხა უბრალოდ გასინჯე. ვინ არის უხასიათოდ არის ხო ეგეც? ხო, სულ. მოდი. ვინ არის უხასიათო, მაგრამ მიდი. მოდით. ანუ ვინ არის უხასიათო? აი აგერ დაისხი. აი ეს უნდა გასინჯო აუცილებლად. ნუ მე. ეს არის ველური მოწვევით, რომელსაც რა არის? ან წელს ვეძახით ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი საკამ, ძალიან კარგი. თანი და უღრმესი მადლობა. ანასკვნი ჩემ ყველა გამარჯვებაში. და აქვენც მოვა ერთჯერ მაინც. ის აუცილებლად კიდევ მოვა. დაბრუნდება. რატომღაც აი ამ სულს ვდებ ამ ყველაფერში. კონცეფცია რა არის და რა ტიპის და რა შინაარსის სტუმარი უნდა ამოვიდეს აქ ტურისტი უბრალოდ. ეს არის მამაპაპისეული. ანაითესებოდა ადრე, სულ ადრე. მაგრამ მე ყანებიც აღარ ითესებოდა და ეს ყველაფერი გაატყევდა. და ვერც მე ვერ მოვახერხე, ვერც მამაჩემმა და მარის იდეა იყო, რომ ეს მამაპაპისეული რაღაცაო არ დარჩეს ასეო და მოდი გავაკეთოთ, იმიტომ რომ რესურსი აქვს მერის ჩვენს სოფელს. და მისი ძალოსნობით გაკეთდა ეს ყველაფერი პრინციპში. კაცები უბრალოდ ვეხმარებოდით. გასაგები. ხომ რა ესე თქვა. და ლაპარაკს მე ასე გეტყვით მაშინ ჩემებურად.
კაცის დარდივით დააწვევა ხეობას ნისლი და თოვლის საბანს დაიხურა შენი გორება. ჩემო მერისო, შენ ახარ ფიცი. ხარ აპერწყალი ამ შთაგონების. თუ არ ახვედით საყონიათში, თუ არ შემოგხვდათ გუნდი დათვების, მერისი მაინც გულით მიგიღეთ. ჩხავერის ღვინით მაინც დათრევი. ერისო ღმერთმა არ მოგიშალოს მამლის ყივილი და ყეფა ძაღლის. მე ჩემთვის ჩუმად მოგეფერები და ჩემს გონებას რითმები დაგის. ეს გარემო ხელს გიწყობთ ამ განწყობების აქ ვერ უნდა დაწერო. ჰაიკუ, ამიტომაც ქვია შესაბამისი. მათ შორის. ჰაიკუ არის პოეზიის ერთ-ერთი ფორმა, იაპონური, თავის დროზე კლასიკური პოეზიის და გულისხმობს კონკრეტული განცდილი ემოციის, განსაკუთრებული ამბის გადმოცემას პატარა ტაეპად. ეს არის მრავლისთქმელი ამბავი სულ რაღაც ჩატეული სამხაში. და ჩვენი კონცეფცია საქაურობის სწორედ ეს არის, რომ რაღაცნაირად საკუთარი ამბავი შექმნას ყველა, საკუთარი ისტორია, საკუთარი ჰაიკუ. გაატაროს ისეთი დაუვიწყარი დღეები, შექმნას ისეთი მოგონებები, რომ რაღაცნაირად მთელ მათ ცხოვრებას ესე ლაიტმოტივად გაყვებოდეს და ამ ამბებს ყოველთვის იგონებდნენ და თან ასევე გონია რომ აქ რომ ამოდის ადამიანი წარმოუდგენელია რომ რაღაცნაირად პოეტური არ გახდეს ცოტა ხო აი ჩემი ძმის მსგავსად. წაღან ამბობთ რომ პრიორიტეტი არის ადამიანური ურთიერთობებია. რას გულისხმობთ თქვენთვის როგორია ეს ადამიანური ურთიერთობები? ერთი სიამონება მაგალითად აქ თუნდაც ღამით კოცონის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების საუბრების მოსმენა, მათი ამბების გაზიარება, თუნდაც ჭიქაღვინით და ჭიქაღვინის ფონზე სუფრა და საბრძოლებში ჩატეული ამბები, ხო, მათ შორის. ამიტომ მგონია რომ ასეთი სივრცის შექმნა. აი სწორედ ამ ადამიანებს ურთიერთობებს უწყობს ხელს და მათ შორის ჩვენთვისაც პირადადაც მე თბილისში ცხოვრობ სამწუხაროდ და საბედნიეროდ ცოტა შორს აქაურობისგან იქ მუშაობ და როგორც კი ვიგრძნობ ხოლმე რომ ეს საკმარისია დიდი ქალაქის აურა და აურზაური მაშინვე მორბი ვარ ხოლმე აქეთ და ხალხიც ისეთია აქ ისეთ მე კახეთშიც მოგვსოფელი როგორც უკვე აღნიშნე, მაგრამ განსაკუთრებული ხალხია ძალიან. როგორც კი გაიგებენ რომ მაგალითად აქ ვართ, ამოსულები ვართ, მაშინვე აუცილებლად მოდიან თვითონ გნახულობენ, უნდა მოგვიკითხონ, ვიღაც თაფს გვაწვდის თავისას, ვიღაც თქვათ ნატურალურ ძის პროდუქტებს ასე შემდეგ და აი ეს მავსებს. ენერგიის თავარ წყარო ეგ არის. კი ბატონო, ჩემთვის და ბუნება. რაღაცა ხან წყეში ვარ, ხან ფაში ვარ. არ შევიმჩნევ. მე სხვათა შორის. არა, ცოტა ავიტანო. ცოტას უძინე. ცოტა ავიტანო. მე სხვათა შორის უკვე ძალიან აქეთ ამხარეს უკვე ძალიან დამეწყავს. რუჯი. და რა ტიპის ენერგია აქ რომელსაც იღებთ? სიმშვიდე, პირველ რიგში ჩემთვის და გულწრფელი ადამიანები, რომლებითაც ვართ ძალიან მდიდარი ჩვენ. აი თქვენი აზრით ეს ქალაქში რატო არ არის რაც აქ ხდება? ეს ბუნებრივია, ეს არ არის მარტო თბილისი. რატო მარტო ტემპია მაგის მიზეზი? ტემპი, მოუცლელობა და ალბათ სხვა პრიორიტეტები, რაც ასევე ლოგიკურია, ხო? ქალაქში ცხოვრობთ დიდი ოჯახებით, თავარი საფიქრალი და დარდი არის შემოსავლის წყარო, როგორ ვარჩინოთ ოჯახი, როგორ მივცეთ მათთვის არათუ ფუფუნება, არამედ რაღაცა ელემენტარული საბაზისო საჭიროებები. აქაც ხო შეიძლება ჰქონდეთ რა ადამიანები. თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია რომ აქ ადამიანები ცოტათი კმაყოფილდებიან. და თქვენი აზრით რატო რა არის ამის მიზეზი? აი სწორედ ეს, რომ კონცენტრირდებიან ადამიანებზე და კარგად ყოფნაზე, მენტალურად თუნდაც, ხო? მენტალურ სიჯანს აღება. შრომობენ მიწასთან, შრომობენ ბუნებაში. ეს სივრცე აქ ეხა დილით რო გამოიხედავ და აქ რო ყავას დალევ. და ეს გარემო რო გაქვს, სადაც არაფერი არ გეჩქარება, არავინ არ გაჩქარებს. ანუ დროს ხო შენ თვითონ უნელებ დედამიწას. აბსოლუტურად, მაგრამ მეცად გეტყვით იმის თქმა, მინდოდა რომ ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე მაინც ახერხებენ, რომ გადავიდნენ მეზობლებთან, დალიონ ყავა, შეიკრიბონ საღამოსთან, იმღერონ.
თითო ჭიქა დალიონ და ასე შემდეგ. რა ჟანრის ტურისტები გყავთ აქ? ვართ მხოლოდ Airbnb-ზე ჯერჯერობით და ვინც უშუალოდ დაგვიკავშირდება ჩვენ. ისეთი ადამიანები გვიკავშირდებიან ჩვენი სოციალური ქსელების სხვა მიხედვით. ჟანრის ტურისტი ხარ? აბსოლუტურად. ჩვენი ფოტოების მიხედვით გვყავს ადგილობრივები და გვყავს უცხოელები. რა ვიცი, ავსტრალიერებიც, გერმანიიდან გვყავდა რამდენიმე ტურისტი ზუსტად ამ წელს ირლანდიიდანაც კი, ასე რომ ნამდვილად განსხვავებული ტურისტი მოდის ჩვენთან. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე წარმომედგინა და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის წევრების, იმიტომ რომ ხარშს მიჭერენ და ნუ მამა რო არ ყოფილიყო, ნახევარი აქ აშენებული არ იქნებოდა ნამდვილად. მე მგონი აქ უნდა მოვიდეს ის, ვისაც უნდა ფიქრია რა. ფიქრი, განმარტოება, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს რაღაცა. ნადირობა, თევზაობა. კი, აქვე არის საკალმახე ნამდვილად და ასევე ჩვენ გვაქვს ხა სისტემა, აუდიო სისტემები, სადაც კარაოკე წვეულებებს ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულში, ასე რომ არც იმ ტურისტს ვტოვებთ უკმაყოფილოს, ვისაც აქტიური დასვენება უნდა და გართობა. თუმცა მთავარი არის აი ის სიმშვიდე, სიწყნარე და ჰარმონია, რაც მთავარია. აი საკუთარ თავთან ჰარმონია და საკუთარი ჰაიკუს, საკუთარი ამბის პოვნა, ხო, საკუთარი თავის აღმოჩენა. ხარტის ხუთი შვილი. გამარჯობათ, როგორ ხართ? კარგად, თქვენ გაქვთ რამე ფართი აქ-ნაკი რავები? ხო. ეხლა მიდივართ იქ, სადაც თქვენია? კი. და იხთით 400. 400 ლარს. და 600 ლარი გრჩებათ თქვენთვის. კი. თვალია რა სახლით ვარ შეგაცხად? ამას არ ვიყენებ, იმიტომ რომ აქ ვერ დაიძინეს ბავშვი ვერანაირად, ცოტა ისეთი ჩახოთულობა არის. და ეს არის პრინციპში ის ერთი ოთახი. ხო. როგორ ხართ? შეძლების დაგვარად ვართ. რა გიჭირთ, რა გილხინთ? დალხენით ნაკლები. დაჭირები ცოტა მეტი. მომიყევი თქვენ შესახებ, დილა როგორია, შუადღე როგორია, რა საკეთებთ თქვენი ცხოვრება? დილა არის, დილით ვდგებით სკოლის პერიოდებში, ვაჭმევას მევაუშვებს და გავდივარ და საღამომდე ველოდები ამათ სკოლასთან, რომ მე წამოვიყვანო უკან. აი, მაინტერესებს მენეჯმენტი დროის როგორი გაქვთ, აი რაღაცა როგორ ანაწილებთ ამ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს, რუნვას? შეძლების დაგვარად ვახერხებ, რომ ყველასთან ვიყო კარგად. მოდი დამიხასიათე ყველა შვილი. ელისა 12 წლის. ელისა არის, რა ვიცი, ძალიან წყნარი. მეხმარება ყველაფერში. სწავლობს კარგად. რა ინტერესებია? ინტერესები აქვს ბევრი, მაგალითად, წრეებზე სიარული უნდა, რომელსაც ვერ ახერხებ? რომელსაც ვერ ვახერხებ, კი რა თქმა უნდა. მეცადინეობაზეც ვერ დავყავს. და ისიც სახლში ვსწავლობთ. ეს კი დემეტრე 9 წლის. ამას ფეხბურთი უნდა ძალიან. ვერ დადის? ვერ დამყავს ერთ-ერთი. უფასო არ არის არსად? არა. სადაც მომიკითხა ყველგან ფასიანია. ეს გიორგი 8 წლის. ამასაც რა ვიცი ფეხბურთი უნდა და ასე შემდეგ. ეს ნილე 4 წლის. რაც ეკვა და სიმღერა უყვარს ძალიან. ის ნია 1 წლის. ანუ რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ სუპრიზისებში ხართ ფინანსურში, რაღაც ბედნიერებას ასხივებთ. მე ხო? რა გზა მაქვს? აი რა მიხწერა თქვენი ცხოვრება? აი რა როგორ დაახასიათებდი? აი ვიღაც რო გეუბნებოდეს, აი როგორია შენი ცხოვრება? რისგან შედგება და როგორია? როგორ მომიყვებოდი? ჩემი ცხოვრება შედგება მხოლოდ ბავშვების ირგვლივ. სხვა არაფერი. საკუთარი თავისთვის რა ადგილი გაქვს? ალბათ უკვე მე-6. ბოლოს. პირველად დედა რამდენი წლის გახდი? 17 წლის ასაკში გავხდი. და მას შემდეგ სულ შვილების ირგვლივ ტრიალებ. და არ გაქვს დანაკლისი საკუთარ თავზე? მაქვს, მაგრამ ბავშვები რომ არიან უკვე ვეღარ ხვდები ვერაფერს. აი 5 შვილის გაზრდა ძიძის გარეშე. რანაირად ხდება რომ მომიყვე? შეიძლება ვცდილობ იყო მაგრად მყარად რომ გამომკლავდე ყველაფერს. მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც არ ვუყურებ ისე რომ ვაი ასე, ვაი ისე, მაინც მაქვს რა мотиваცია. აი რა გაძლევს ამ мотиваციას შვილების გარდა? შინაგანი ძალა ალბათ. სიყვარული შექმნით ოჯახი? კი. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი არა? რა თქმა უნდა.
როცა მეუღლე ძალიან გიყვარს, იმას ძალიან უყვარხარ და საერთოა ორ და ფეხზე. გადაგვაქვს ერთად ყველაფერი. ანუ ოჯახი ორ ფეხზე დგას, კაციც და ქალის ფუნქციურია. კი. მე დავყვები ბავშვებს, რომ იმას ხელი შეუწყო, სამუშაოზე წავიდეს და გააკეთოს ვაფურის ფული მაინც. ცხოვრებაში მთავარი რა არის თუ კითხავ შვილები, მეტყვი. კი, რა თქმა უნდა. შვილები და ჯანმრთელობა. ბედნიერებას რა გაძლევს? შვილები. რატო გიხარია ცხოვრება? შვილები რომ ჯანმრთელად გვყავს. ძალიან ლოგიკური პასუხია. ძალიან კარგი შვილები გყავთ. ძალიან. მადლობა. და ალბათ უკვე ამ სწავლაზე რადგან ამხელ აქცენტი გაქვთ, იციან რომ კრიზისიდან გაიყოს განათლება. რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ახლა რომელიც ფიქრობს რომ თქვენი შვილებს უნდა ჰქონდეთ აი მარტივად საფეხბურთო წრეებზე მაინც უნდა იარონ. მე რომ ნანუკას ფონდი მქონდეს ახლა კი ვიცი რასაც ვიზამდი თქვენი ორივე შვილი ყველა წრეზე ივლიდა, მაგრამ ორივე კი არა ყველა და ბიჭებზე გამომახვილ ყურადღება და რადგან ნანუკას ფონდი არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ხავს ხოვთ ხოლმე დახმარებას და ისინი ეხმარებიან ჩვენს გმირებს და ჩვენ მოგიტანთ ესე კამბოჯის საფენები, ეს არის ბოტანიკური კონცეფციით შექმნილი, ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს. ყველაზე მთავარი არის რომ pH ბალანსირებული, მჟავატუტოვანი ბალანსი აქვს და არ შეიცავს პარაბენს და პარფიუმს. ასევე ამ კომპანიამ, რომელმაც საფენები გაჩუქათ, გამოგიგზავნათ პროდუქტები. თვითონ წავიდნენ და სურსათი შეიძინეს თქვენთვის და გამოგიგზავნეთ ერთის მხრივ ესენი. აი მე მოიცა შეგნით კიდე რაებია. მათი ყველაფერი ისახოცები. ანუ ყველა ის პროდუქტი, რომელიც კამბებს აქვს, ყველა ბავშვს ექნება თავისი პერსონალურად და ეს თქვენთვის სურსათი. ბავშვებო, იმედი მაქვს, რომ ყბილეული არის შიგნით. რა კარგია ბავშვებო, ეს ახატავებია. ეს მადლობა. აი, ეს ახატავები, ფლანგები. შოკოლადებიც არის. რა კარგია. მინდა რომ არაფერი აკლდეს თქვენში. ღურმესი მადლობა. კარგად. მადლობა. და დარწმუნებული რომ დანარჩენ დახმარებას მიიღებთ ხალხისგან. მოგიყვებით იმ სასტუმრო შესახებ, რომელიც ჩემი მასპინძელია, ეს არის სასტუმრო გრაფიკა, ვისაც პატარა ზომის სასტუმროების, საშუალო ზომის პატარას ვერ ვიტყოდი, სასტუმროები გიყვართ, არა დიდი და მასშტაბური, რითიც ახლა მოცულია მთელი ბათუმი, რაღაც მაღალსართულიანი შენობები, ვისაც გიყვართ ამ ტიპის სასტუმროები, შემიძლიათ თავამად გითხრათ, რომ ეს სასტუმრო არის 10-დან 9. სასტუმროში მნიშვნელოვანი არის სამი რამ. პირველი აბაზანა 10-დან 9. სუნი 10-დან 10 და საუზმე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე საუზმეზე ნაკლებ პრეტენზიული ვარ, 10-დან 8, მაგრამ გარემო არის 10-დან 10, მომსახურება 10-დან 10, ხალხი მასპინძლები 10-დან 10. შესაბამისად, თუ გიყვართ პატარა ტიპის სასტუმროები 10-დან 10-ია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის გარემო, რისთვისაც ეს სივრცე უნდა აირჩიოთ და ადგილი.